ერთხელ რაღაცა ყუთში ჩავდე რა, რაღაც სარეცხის ყუთი იყო, სარეცხის საშუალება იყო რა, მაგის ყუთში მყავდა ეს გველი ვასკა ერქვა რა. მაგარი ტიპი ვასკა ერქვა. ისეთი ტიპი იყო რა, კეთილი გამხდარი, მწვრილი ტიპი იყო რა და ეს ცხოვრობდა ამ იმაში თავის ყუთში, რომელიც იყო სარეცხი ფხნილის რაღაც ყუთი და დედა ჩემი ამ ფულს ხო ხმარობდა რაღაცას და ანუ გველებს ეშინოდა. არ იცოდა რომ ეს ვასკას სახლი იყო, იქ უკვე კარგი ხანია ვასკა ცხოვრობდა და ამო იგვეს ეგონა ჩვეულებრივი რაღაც სარეცხი ფხნილი თუ რა ვიცი რაღაცა და მოხსნა თავი. ჩემი პირველი ვასკა მეგობარი მაშინ დავკარგე. დედალამის დავკარგე, მაგრამ გადაარჩინეს ექიმებმა. დაუძლო მისმა გულმა ვასკას გამოჩენას და მაგრამ ვასკა წავიდა სამუდამოდ საცაიგეს აღარ ვიცი რა. ესე იგი მთელი უბანი ჩირაღდნებით მეძებდა მდინარის პირას რა. სახლში დაბრუნება აღარ ვიცოდი დაღამდებოდა, შუაღამებდა იქ ვიყავი და ჩირაღდნებით მეძებდნენ ხოლმე. მე რომ დავბრუნდებოდი და ყველას მკვდარი ვეგონიან რაღაც, ამ დროს ხდებოდა ყველაზე ცუდი ის რომ დედა გიждდებოდა რა. დედა მცემდა ისე რომ ბოლოს უკვე ორივე ვიცინოდით ხოლმე რა, ის ბედნიერი იყო სოცხალი ვიყავი და მე ბედნიერი რომ დედა იცინი და დაიღალა და ვეღარ მცემს და ესე ვიცინოდით ხოლმე.